მოგვივიდა პასუხი, რომ უპრეცედენტოდ მოკლე ვადაში 4 დღეში ანდრო ჭეჭინაძის საჩივარი მიიღო სასწრაფოს სასამართლომ და მალე დაიწყებს მის განხილვას, რაც ნიშნავს იმას, რომ ობიექტურ და მეუკერძობელ სასამართლოს ექნება საშუალება, რომ განიხილოს უკვე ის პროცესები ყველაფერი, რაც ჩვენ აქ თვეების მანძილზე გავიარეთ. თორნიკე მიგინეიშვილი ვიცავ ერთ-ერთ სინდისის პატიმარს ანდრო ჭეჭინაძეს სისხლის სამართლის საქმეში. ანდრო დააკავეს 7 ვითარებაში, იმიტომ რომ ალბათ ისევე როგორც სხვა სინდისის პატიმრები, ისიც არ ელოდებოდა დაკავებას, იმიტომ რომ არ არსებობდა ამის არანაირი საფუძველი, ამიტომ სახლში ყოფნისას ერთ-ერთ რიგით დღეს, ოდესაც ემზადებოდა უკვე ხელახლა ისევ სამსახურში, ანუ რუსთაველზე გასასვლელად, იმის რომ დაეცვა თავისი ქვეყანა. ანდროს ჩემი მოსაზრებით ედავებიან ქვეყნის სიყვარულს, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ და წავიკითხავთ იმ დადგენილებას, რომელიც პროკურატურამ მოგვცა და წარადგინა სასამართლოში, მას ედავებიან ჯგუფურ ძალადობას. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები პირველ რიგში არც ერთი სისხლის სამართლის საქმისთვის არ არის საკმარისი, იმიტომ რომ არსებობს სტანდარტი, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს კონკრეტული მტკიცებულებები. მაგრამ გააჩნია დანაშაულსაც, როდესაც ჩვენ გვაქვს რაღაცა წვრილმან დანაშაულზე საუბარი, შეიძლება შედარებით დაბალი იყოს სტანდარტი მტკიცებულებების, მაგრამ როდესაც ასეთ დანაშაულზე ვსაუბრობთ, როცა ჯგუფზე ვსაუბრობთ, როცა არა კონკრეტული პიროვნების მოქმედებაზე, არამედ გააზრებულ მოქმედებაზე ვსაუბრობთ და ჯგუფის მიერ, აქ კიდევ უფრო მაღალია სტანდარტი მტკიცებულებების, რომლებიც უნდა წარმოადგინოს პროკურატურამ. თავარი მტკიცებულება რაც აქვს, აქ არის კონკრეტული პოლიციელების ჩვენებები და ამ პოლიციელების დაზიანებები. მე შეუძლებელია შევიდე შინაარსში ამ პიროვნებების დაზიანებების და ვთქვა, რომ მათ დაზიანება მიიღეს ან არ მიიღეს, როდესაც არ დასტურდება ანდრო ჭეჭინაძეს რაიმე სახის მოქმედება და კავშირი ამ პოლიციელებთან. თითოეულ გამოკითხვაში წერია, რომ მე ვერ დავინახე ვინ მესროლა კონკრეტული ნივთი. ვიცი, მე როგორც მაგალითად სხვა საქმეების ადვოკატსაც მე შემიძლია დავჯდე და სახელობითად ჩამოვუთვალო ყველა ის ჟურნალისტი, ყველა ის აქტივისტი და ყველა ის პიროვნება, რომელმაც მართლა მიიღო დაზიანება და მიიღო დაზიანება სპეცსაზმელების მიერ განხორციელებული სასტიკი ძალადობის შედეგად. და ამის საპრეცედენტო პროკურატურა ვერ ჯდება და ვერ გვეუბნება, რომ იცით რა, ანდრო ჭეჭინაძემ განახორციელა ესა და ეს მოქმედება და ამ მოქმედებით ეს პიროვნება დააზიანა, რომელიც ამბობს, რომ მე ანდრო ჭეჭინაძემ დამაზიანა. ჩაყრილი არის სრულიად სიტყვის მნიშვნელობით ეს მტკიცებულებები საქმეში, მათ შორის არ ვიცი დღეს რომ თქვენ გაიაროთ რუსთაველზე და ნახოთ ამოგდებული ქვა, რაღაც ფილა გადავარდნილი, რაღაც ჯაჭვი ჩამოვარდნილი, ეს ყველა ფოტო და მტკიცებულება ჩაყრილი არის ამ ბიჭების საქმეში, რაც არ ვიცი, არა მარტო რუსთაველზე, ნებისმიერ ადგილას რომ გაიაროთ დიღომში, ვარკეთილში თუ ასე შემდგომ, ყველგან იქნება ამოვარდნილი ფილა, სამწუხაროდ არ უნდა იყოს, მაგრამ იქნება, ჯაჭვიც ყველგან იქნება ჩამოვარდნილი და მით უმეტეს ისეთ ადგილას, სადაც აქციები იმართებოდა და მით უმეტეს ისეთ ადგილას, სადაც ყველამ ნახეთ რას აკეთებდა სპეცრაზმი. მე მგონია რომ ამ რეალობაში ალბათ ობიექტურად აქვთ იმის ვარაუდი, რომ არ ჭირდებათ არანაირი მტკიცებულება, როდესაც საქმე მიაქვს სასამართლოში. იქ ვინც მოსამართლე დახვდება, ნოტარიუსის ფუნქციას შეასრულებს და იმას დაუდასტურებს, რაც უნდა პროკურატურას. ერთი არის რომ მას ედავებიან ისეთ რამესაც არ ჩაუდენია, მაგრამ მეორე არის რომ არის შესაძლებლობა იმის რომ გამოძიება გაგრძელდეს, მაგრამ ანდრო ჭეჭინაძე იყოს გარეთ, ანუ თავისუფლებაში, თუმცა უკანონოდ არის ის დატყვევებული, რაც ნიშნავს იმას, რომ რეჟიმს და სასამართლოს მეტად სუბიექტური განზრახვები აქვს ანდროს მიმართ, ისევე როგორც ნებისმიერი სინდისის პატიმრის მიმართ, ვიდრე ეს უბრალოდ თავისუფლების აღკვეთა არის რაღაცა პრევენციული ზომით. ანდრო ჭეჭინაძე როგორც ერთ-ერთი რიგითი მოქალაქე დაკავებულია, იმიტომ რომ მას არ შეუძლია უბრალოდ იცხოვროს ისეთ ქვეყანაში, როგორ ქვეყანასაც ჩვენ სამწუხაროდ ხელისუფლება გვიმზადებს. ეს არის ქვეყანა, სადაც მოქალაქეებს არ უნდა ჰქონდეთ განსხვავებული აზრი, სადაც ჩვენ ზედამთვარი უნდა ამოგდიოდეს ჩრდილოეთიდან და არ უნდა გვინდოდეს არანაირი ევროპული ღირებულება. ამ ქვეყანაში ცხოვრება არ უნდა ანდრო ჭეჭინაძეს ისევე როგორც არ გვინდა არც ერთ მოქალაქეს და არ უნდა რომ ამ ქვეყანაში გაიზარდოს მისი შვილი, რომლის გამოდაც ასევე იდგა ის რუსთაველზე და მშვიდობიანი ფორმით აპროტესტებდა 28 ნოემბრის განცხადებას, რომელიც პრემიერ-მინისტრმა გააკეთა.